მოგესალმებით მეხუთე კლასელებო, გახლავართ ჩვენი საქართველოს მასწავლებელი ზანდა მოხევიშვილი. დღეს მინდა ვისაუბრო დროის განსაზღვრაზე, მოვლენების დროის განსაზღვრაზე და წელთაღრიცხვაზე. ჩვენ წინა გაკვეთილებზე გვქონდა საუბარი ვახსენეთ ისეთი მეცნიერებები, როგორიც იყო ისტორია, გეოგრაფია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია და ასე შემდეგ. დღევანდელი გაკვეთილი პირდაპირ კავშირშია წინა თემებთან და მინდა ეს კავშირები გამოვკვეთო. ანუ ისტორიაზე როცა ქონდა საუბარი, ვთქვით, რომ ისტორიული მოვლენები, ომები, მეფეთა ცხოვრება, რაღაცა აღორძინების ხანა, გარკვეულ ისტორიულ პერიოდს მოიცავს. ეს ისტორიული პერიოდები თუ მოვლენები გარკვეულ ეპოქაში ხდებოდა. აი ესა თუ ის მოვლენა ხანგრძლივობის მხრივაც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. გადავიდეთ გეოგრაფიაზე. ვულკანის ამოფრქვევა იქნება, მთათა წარმოშობის პროცესი, წყალდიდობა იქნება, წყალმოვარდნა თუ მსგავსი მოვლენები სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდშია დაფიქსირებული, რომელიც გრძელდება და კიდევ იქნება. ასევე არქეოლოგია, ყველა არქეოლოგიური ნიმუში, ხელოვნების ნიმუში, მატერიალური რაიმე ძეგლი არ არის ერთ დროს გამოყენებული და ერთ დროს არ ასახავს და არ მოგუყვება ერთ პერიოდზე ის. შესაბამისად, დროს გააჩნია მისი მახასიათებლები. ჩვენ ყოველდღიურობაში ვასრულებთ ძალიან ბევრი სახის დავალებას, მოქმედებას, მისიას. ისინიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან ხანგრძლივობით და ანუ იმ მონაკვეთის თუ დროის რა გარკვეულ პერიოდშია შესრულებული ესა თუ ის სამუშაო. მე მინდა საუბარი დავიწყო იქით, რომ დროს გააჩნია მისი მახასიათებლები. ყველაზე უფრო ესეთი მოკლე დროის ათვლის მახასიათებელი ეს არის წუთები და წამები, რომელიც მე ერთიანდება და გვაძლევს საათს, საათი ერთიანდება კვირეების, თვეების სახით და გვაძლევს წელიწადს. ამ ყველაფერს აერთიანებს კალენდარი. ანუ კალენდარზე წარმოდგენილია ხოლმე ერთი კონკრეტული წელიწადი და იმ წელიწადის ყველა დღეთა ჩამონათვალია იქ აღრიცხული. ჩვენ შეგვიძლია გადავთვალოთ რამდენი დღით ადრე ან რამდენი კვირის შემდეგ შეიძლება რაღაცა კონკრეტული დავგეგმოთ ან უკვე დავგეგმეთ. ასევე კალენდარს ანუ წლებს აერთიანებს 10 წლეულები, 100 წლეულები და უკვე ვიღებთ წელთაღრიცხვას. ეს უკვე ერთი დიდი ეპოქაა, რადგან თუ ერთ დღეში, რამდენიმე საათში, ერთ თვესა თუ წელიწადში მოვლენების შედარებით უფრო ღარიბად მცირედ ხდება, ანუ ვიგულისხმე ის, რომ ბევრი დეტალი, ბევრი მოვლენა არ შეიძლება ასე მოკლე დროში დაფიქსირდეს, მაგრამ რაც შეეხება წელთაღრიცხვას, ის უამრავ წელსა და შეიძლება საუკუნესაც მოიცავდეს, ამიტომ აქ მოვლენათა მეტი სირთულე, მეტი სიმრავლეა და უფრო სასაუბრო მეტია ამაზე. მინდა ვთქვა ის, რომ ქრონოლოგიასაც უნდა შევეხოთ. ქრონოლოგია არის კალენდრისა თუ წელთაღრიცხვაში წარმოდგენილი მოვლენების თანმიმდევრული დალაგება. ქრონოლოგია ზოგადად თანმიმდევრობას ნიშნავს და ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ და შევძლოთ დღეს მიმდინარე მოვლენები განვასხვაოთ, სამომავლო დაგეგმილი რაიმე პროცესებისა თუ ვითარებებისგან, უკვე მომხდარი და დასრულებული ეტაპები განვასხვაოთ დღევანდელისგან და ასე შემდეგ. მე ძალიან მარტივად შევეცადე რომ ჩამეწერა თქვენთვის და წარმომეჩინა, რადგან პატარები ხართ და უფრო ნათელი გამხდარიყო თქვენთვის ეს ჩემი ნასაუბრები და წარმოვაჩინე ასე. უკვე მომხდარი მოვლენები, უკვე დასრულებული წარსული სახელით არის ცნობილი, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს, რა ვითარებაშიც დღეს ვართ და რისი თანამოზიარეებით და მომსწრეებით ვართ ან ვასრულებთ. ეს არის აწმყოს დროს გამოხატავს და მომავალი არის ის, რაც შემდგომშია დაგეგმილი ან არ არის დაგეგმილი და უნდა მოხდეს მომავალში. მე აქვე გეტყვით, რომ ჩვენი საშინაო დავალებაც გაკვეთილის მიწურულს, რაც ჩემს მიერ იქნება თქვენთვის მოცემული, სწორედ აი ამ სქემას შეეხება და ძალიან მარტივი და სახალისო იქნება. ეხლა კი გავაგრძელოთ საუბარი. მე მინდა შევეხო ისევ მოვლენებს, ისტორიულს, გეოგრაფიულს, ეთნიკურს, ეთნოგრაფიულს და ვთქვა, რომ არ არსებობდეს კალენდარი, წელთაღრიცხვა და მათი ამ მოვლენების დროში გათვლილი მოვლენების ქრონოლოგიური დალაგების პრინციპი და სისტემა, ჩვენ ძალიან თავდაყირა გვექნებოდა ნებისმიერი მეცნიერული მიმართულება. ომებს, მეფეებს, მათ ეპოქებს ჩვენ ერთმანეთისგან ვანსხვავებთ სწორედ ამ კუთხით, რომელი მეფე უფრო ჩვენიდან, ანუ
დღევანდელი თანამედროვე პერიოდიდან უფრო ადრე მოღვაწეობდა და დღეს უკვე თანამედროვე უფრო გამარტივებულ ეპოქაში ცხოვრება, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, რომ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაშინ არ იყო ბევრი დიდი ცივილიზაციები, იყო მინდა ვთქვა, მაშინ იწყებოდა, მაგრამ არ იყო მისი გავრცელების, მოსახლეობაში გატანისა და აღქმის საშუალებები, გლობალიზაციის პრობლემა იყო სწორედ ეს. მე მინდა შევეხო იმასაც, რომ ამ ყველაფერმა დააჩქარა გაზიარება კონკრეტულად დედამიწის ერთსა თუ იმ რომელიმე კონკრეტულ ადგილზე თუ რაღაცა სიახლე ხდება ან ცივილური კერა წარმოიქმნება, მისი გაზიარება მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებს ძალიან ადვილად უხდებათ უკვე და ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან სატელევიზიო, ინტერნეტ, პოსტის თუ სხვადასხვა წყაროების საშუალებით ეს ხელმისაწვდომია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში თუ წერტილში მცხოვრები ხალხისთვის. ამიტომ ისტორიულ წარსულს იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ კუთხით, რომ ძველ დროში, რთულ პირობებში, იმ დროს, როცა არავის არ უნდა ცოდნოდა ამ კონკრეტული თუ რომელიმე ნებისმიერი სამეფოს სამთავროს და მისი მეფის საგვარეულო დინასტიის სიძლიერის შესახებ ამბავი და მან იმდენად კარგად, სწორად და ძლიერად იცხოვრა, ან შექმნა იმპერია, რომ მსოფლიოს მიუვიდა მისი არსებობის შესახებ ამბავი, აი ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი. დღეს კიდევ თქვი, ვიმეორებ, რომ გავრცელება ამბის არ არის პრობლემა. მინდა დავასახელო ისიც, რომ დღევანდელი თანამედროვე ქალბატონები საკმაოდ ისე მრავალფეროვნად გამოიყურებიან, მათი სამკაულები არის ძალიან შთამბეჭდავი, გემოვნებით, ფერთა შეხამებით თუ სხვადასხვა დეტალებით და მე მინდა მოვიყვანო მაგალითად ის, რომ ჩვენ დღევანდელობიდან ძალიან დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა საქართველოში ბაგრატ იოთაშტორის წარმომადგენელი, საქართველოს ბრწყინვალე მეფე თამარ მეფე, რომელიც ისეთ სამკაულებს ატარებდა დღევანდელი ქალბატონებისთვის, რომ მისაღებია და ის, რასაც დღეს ხას ვუსვამთ, რომ ფერთა შეხამება, საიუველირო ქვების გამოყენება, დეტალები, რასაც დღეს მოვითხოვთ და ძალიან მოდური გვეჩვენება, აი ჩვენგან ძალიან დიდი ხნის წინათ მასაც ქონია ეს იდეები და სწორედ ასე დამზადებულ სამკაულებს და პერსონალურად მისთვის დამზადებულ სამკაულებს ატარებდა ის. მას იმაზეც ჰქონდა გართულება, რომ მარტო მას უნდა ქონოდა ასეთი ნივთები და არა ყველას და სხვას. ანუ მე ეს რატომ დავასახელე? დაცილება დროში, პერიოდში, ანუ ქრონოლოგიურად წელთაღრიცხვის კუთხით ძალიან დიდია დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებასა და მე-11-მე-12 საუკუნეების პერიოდ შორის. განსხვავდებოდა და განსხვავებულია ძალიან განვითარების დონეები, მიღწევები, მაგრამ თურმე შეიძლება გამოვკვეთო იმიტომ, რომ ამდენი ხნით ადრე შეიძლებოდა ქალბატონებს ქონოდათ ასეთი ინტერესები. მინდა ასევე ვახსენო, რომ გეოგრაფიული მოგზაურობები ძალიან შთამბეჭდავ ისტორიებს დებდნენ, ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს აღწერდნენ მარტივი გეოგრაფიული რუკებით თუ რაღაცა ჩანახაზებით, რასაც მაშინ ახერხებდნენ. აი მაშინდელი მოგზაურობები ძირითადად იყო ახალი მიწების შესასწავლად დაგეგმილი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი სიახლე შემოდიოდა იმ კონკრეტული წერტილიდან, რეგიონიდან, კონტინენტიდან, თუ რა ვიცი, ნებისმიერი ლოკაციიდან, სადაც ისინი მოგზაურობდნენ. მინდა ვთქვა, რომ ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ევროპაში სწორედ საჭმელისთვის გამოსაყენებელი სანელებლები, სუნელ სანელებლები შემოვიდა ძალიან დიდი ხნის წინათ. დღეს ჩვენ ვიწონებთ სამზარეულოში თავს, რომ გამოგვდის გემრიელი კერძები, ან რომელიმე ქვეყანა პრიორიტეტულია ამა თუ იმ კუთხით სამზარეულოში გულისხმობ. ეს არ არის გასაოცარი, რადგან ძალიან დიდი ხნით ადრე ისინი უკვე იყენებდნენ ამას და ეს ყველაფერი გეოგრაფიულმა კვლევამ და მოგზაურობებმა მოიტანა ჩვენამდე. აქაც დავაფიქსირეთ და ხაზი გავუსვით ქრონოლოგიას წელთაღრიცხვას. დღეს რაც მოგწონს და ძალიან ვამაყობთ, ის ქრონოლოგიურად დიდი ხნის ადრე უკვე გამოყენებული იყო სხვა კონკრეტულ ადგილზე. ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ აბრეშუმის ქსოვილი და ზოგადად მეაბრეშუმეობა, ანუ მეურნეობის ეს ცალკეული ისეთი განსაკუთრებული მიმართულება სწორედ აზიიდან შემოვიდა საქართველოში. და რომ არა გეოგრაფიული კვლევები და ის ოქროს ხანა, რომელიც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების სახელით არის ცნობილი, ჩვენ არ გვექნებოდა ის მრავალფეროვანი ყოველდღიურობა დეტალი, რაც ამ მოგზაურობებმა დატვირთა, ამ ყველაფრით დატვირთვა ჩვენმა წინა პერიოდებმა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ანუ მოვლენები, რომლებიც ქრონოლოგიაში ჩაიწერება, კალენდარი იქნება ეს წელთაღრიცხვა თუ ნებისმიერ დროის ამსახველ და მახასიათებელ ნიშნულად. ის კიდევ იყოფა ორ ცალკეულ ესე დიდ მწკრივად თუ ჯგუფად როგორც გინდათ ისე დაარქვით, ანუ ქრისტეს შობამდე რა მოვლენებიც ხდებოდა, მას მოვიხსენიებთ როგორც ძველი წელთაღრიცხვის მოვლენები და მას შემდეგ რაც ქრისტე დაიბადა, ქრისტეს შობიდან, ანუ ახალი წელთაღრიცხვა. როდესაც
გაკვეთილებში, ტექსტებში, თუ საკითხავ ჟურნალ გაზეთებში ან ინტერნეტ მასალებში თქვენ წააწყდებით ეხლაც თუ შემდგომაც თარიღებს, რომელსაც არანაირი წინ მინიშნული არ აქვს მიწერილი, უბრალოდ ციფრია, წელია, წელის ამსახველი რაიმე მოვლენა ან წარმოდგენილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქრისტეს შობის შემდგომ, ანუ ახალი წელთაღრიცხვის მოვლენა, ხოლო როცა ქრისტეს შობამდეა რომელიმე ისტორიული დეტალი, ან პერიოდი, ან დაბადება, გარდაცვალება ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურის და თუ მას ის ქრისტეს შობამდეა წარმოდგენილი ეს პერიოდი ამ პერიოდს ასახავს, მაშინ აუცილებლად მინიშნებული აქვს, რომ ეს არის ძველი წელთაღრიცხვა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ჩვენ უნდა განვასხვაოთ. მე თქვენ მოგიმზადეთ ფოტომასალა, სადაც კარგად იქნება ასახული და თქვენთვის ნათელი გახდება, როგორ უნდა დავყოთ ეს ისტორიული პერიოდები ერთმანეთისგან. მინდა ვთქვა ისიც, რომ ყველა მეფეს, სამეფო გვარს ყოველთვის ყავდა თავისი მედროვეები, მემატიანეები, ისტორიკოსები, ეგრეთ წოდებული, რომელიც იმ პერიოდს მეფის ცხოვრებას, მის კეთილდღეობას, ქვეყანაზე, დახარჯულ ძალისხმევას, შრომის მოყვარეობას თუ კეთილ დამოკიდებულებას დეტალურად ასახავდა, სწორედ მემატიანე ქვია ასეთ პიროვნებას და ისტორიის განვითარების ერთ-ერთი თანმხლები მომენტი სწორედ ეს არის, რაც ბევრია მემატიანეების მიერ ჩაწერილი ისტორიული წყაროები, უფრო დეტალურად და კარგად არის ხოლმე წარმოდგენილი ის პერიოდი და სწორედ ეს მინდა ვთქვა, რომ აი მემატიანეების ჩანაწერებსაც, ეგრეთ წოდებულ ისტორიულ წყაროებსაც ქრონოლოგიური პრინციპით ალაგებენ და როდესაც ერთ რომელიმე კონკრეტულ ამბავს ან რაიმე კონკრეტულ მოვლენას ქრონოლოგიურად სხვადასხვა მემატიანი აღწევს ერთი და იგივე რაიმე მოვლენას, შეგვიძლია განსხვავება ან მსგავსება დავაფიქსიროთ. მინდა ის ვთქვა, რომ ცალკეული მეცნიერების დარგების განვითარებასაც ძალიან ხელს უწყობს ეს დროის აღრიცხვის და გათვლის ეს პრინციპი. მე მინდა მოკლედ მოგიყვეთ ერთ კონკრეტულ ფაქტზე და მე ეს გეოგრაფიის განვითარებაში ძალიან ისეთი დიდი საფუძველი შეიქმნა. მარკო პოლო იყო ესეთი იტალიელი ვენეციელი ვაჭარი, რომელიც 17 წლის ასაკში მამას და ბიძას გეოგრაფიულ მოგზაურობაში გაყვა პირველად და ისინი აზიისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. მარკო პოლო რატომ მოვიყვანე? უბრალოდ ნებისმიერ მკვლევარი შეიძლება მომიყვანა, მაგრამ მე ეს რატომ მოვიყვანე მაგალითად. მარკო პოლომ ძალიან რთული, შრომატევადი, საინტერესოც, ძალიან ისეთი მრავალფეროვანი გზა გაიარა მამასთან და ბიძასთან ერთად. ის ძალიან განვითარდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი განათლება მიიღო ამ კუთხით, მოვლენებს და პროცესებს თვითონ ეზიარა, რაც ოკეანეში და ზღვაში, ან კონტინენტების სანაპირო ზოლში მსვლელობისას ის განიცდიდა და ის შემდეგ ტყვედ ჩავარდა. ამ პერიოდში თანამესაკნეებმა მას დეტალურად მოსთხოვეს, რომ ეამბრა მათთვის გადატანილი გზა, ის რთული თუ საინტერესო ისტორიული გზა და ისინი იწერდნენ მის მონაყოლს. დეტალურად ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ფაქტებს, სადაც წარმოჩენილი იყო სირთულეები, ის დეტალები, მაგალითად თუ როგორი ჰავა, კლიმატი, გადატანილი ომები ადგილობრივ ტომებთან ხვდებოდათ და მინდა აღვნიშნო ის, რომ მას რომ ეს არ შემთხვევდა, ტყვედ არ ჩავარდნილიყოთ, ესე დეტალურად თანამესაკნებს არ ჩაეწერათ მისი მოგზაურობის დეტალები. შეიძლება გარკვეულ დიდ მოგზაურთა ჯგუფისთვის მიგვეკუთვნებინა და ცალკე მარკო პოლო მკვლევარად არ გამოგვეკვეთა, რადგან ბევრი ისტორიული მონაცემი არ გვექნებოდა მის შესახებ. ცოტა პრინციპულად, თეორიულად ეს თემა თქვენთვის მე ვფიქრობ, რომ დატვირთულია, რადგან ცოტა ბევრი თქვენთვის რთულად გასაგები მოვლენა, ტერმინი წარმოვაჩინეთ დღევანდელ გაკვეთილში და გაკვეთილი მივიყვანოთ დასასრულისკენ. მინდა გითხრათ, რომ წეღან ვახსენე საშინაო დავალება, რომელიც სწორედ აი ამ სქემას ემყარება. მე მინდა პედაგოგს ან მეგობრებს მოუყვეთ საშინაო დავალების როლებში ჩაინიშნოთ ასეთი რამ. რაიმე თქვენი ცხოვრების ამსახველი მოვლენების სამი პატარა წინადადებით გადმოსცეთ, აქედან ერთი წინადადება მინდა იყოს მოვლენა რაღაცა, ან თავს გადამხდარი ისტორია წარსულ დროში, აწმყოში და მომავალში. მე ამით მინდა დაგეხმაროთ, რომ კარგად კვეთდეთ, კარგად გამოყოფდეთ მომხდარ მოვლენებს, დროის ქრონოლოგიურ დალაგებას ახდენდეთ და ახდენდეთ განსხვავებას, მოვლენა როდის მოხდა, უკვე დასრულებულია, სამომავლოდ არის დაგეგმილი თუ დღეს მიმდინარეობს. მე მინდა დაგემშვიდობოთ, ვეცადე ყველანაირად რომ გასაგები ყოფილიყო დღევანდელი საგაკვეთილო თემა თავისი
თემატიკით და დეტალებით და შემდეგ გაკვეთილამდე. იმედია საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა. დაგემშვიდობებით.